ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც ჩვენ ნახეთ. კანის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული. თავარი გმირი თავის ჯალათს ამოიცნობს ხმით. ხმა და სუნი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორები, რითიც წარსული გახსენდება. მე ვიჯექი პრესკონფერენციაზე კიაროსტამის და მას კითხეს აღარ მინდა შენი ალუბლის გემო. სკორსეზე ეკითხება, რომ რა არისო ბოლო ეპიზოდიო. ეხლა ფარჰადიზეც არ მითხრა რამე ეგეთი. თურმე როგორ უყვართ ირანელ კაცებს, ირანელი ქალები. მქონდა აი კულტურული შოკი, იმდენად არ ველოდებოდი ფინალს. ჩამწყდა ყველაფერი და შეხედავ ჩვეულებრივი ბოტოქსიანი ქალი, არაფერს არ აშავებს და ამ დროს არის მონსტრი. არის მეორე ირანი, რომელიც პანაჰის ფილმებში არის როგორი დიდი მსგავსებაა ჩვენ შორის. ამ ადამიანებს არანორმალურად უყვართ თავისი სამშობლო. დაუშვათ შენ ხარ ბირმელი და ძია ამაღლობელი გაიცანი და მე ნინო წილოსანი გაიცანი. შურის ძიებაზე არის ეს ფილმი, რაც შენში არ არის იმას პროპაგანდა ვერ გააღვიძებს. მაგრამ ყველაფერზეა შურის ძიების გარდა. ჯაფარ ფანაჰის უბედური შემთხვევა. არაფერი ცუდი არ მოხდება, იმიტომ რომ გარშემო არიან კეთილი ადამიანები. მოგესალმებით ჩვენს არხ მისმინეზე და სანამ ფილმზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააშეაროთ, კომენტარები დაგვიწეროთ და ასე თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის მისმინეს პოპულარიზაციას. მადლობა ჩვენ სპონსორ ღვთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. დღეს გვაქვს ისევ გადაცემა კინოზე, რადგან ძალიან დიდი სიხარული და მოწონება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ხანდახან წიგნებს შევურებთ ფილმებს და მყავს სტუმრად ნინია კაკაბაძე, კინომცოდნე, ჟურნალისტი, მედია მკვლევარი და ვისაუბრებთ ფილმზე, რომლის სათაურის თარგმნაც ქართულად ცოტა გაგვიჭირდა, ჯაფარ ფანაჰის უბედური შემთხვევა შეიძლება ასეც ვთქვათ, რადგან ჩვენი ენა ამ შემთხვევაში არ გამოდგა ზუსტად მისადეგი იმისთვის, რაც ამ ფილმს ჰქვია. ეს ფილმი არის კანის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული, ჰოლივუდში დაჩაგრეს და საერთოდ არ შეიმჩნიეს. დღეს ირანში რაც ხდება იმის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონი ამ ფილმზე საუბარი და მიხარია რომ შენ თავად აირჩი, აქაც ფილმებს ირჩევს სტუმარი და არა მასპინძელი, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ირანული კინო, ისედაც გვიყვარს წლებია, ვუყურებთ, მაგრამ ეს რაღაც ძალიან განსაკუთრებული ფილმია და მოდი იმით დავიწყოთ, შენ სად ნახე, როდის და მაშინ რა ხდებოდა ხო არ გახსოვს ირანში როცა ეს ფილმი ნახე. კი ბატონო, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაცნაირად კინოზე ლაპარაკის საშუალება მაქვს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია, წლებია უკვე. დიდი ხანია კინოზე არ გილაპარაკე. კინოზე აღარ ვსაუბრობ და ვსაუბრობ ძირითადად პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, რომელიც ჩემი საქმე სრულიად არ არის. 2025 წელს შარშან კანის ფესტივალზე იყო ამ ფილმის პრემიერა, ჯაფარ პანაჰი თვითონ ჩამოვიდა ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იმიტომ რომ იცით ალბათ და თუ არა მაყურებელს ვეტყვით, რომ 20 წლის განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება, აკრძალული ჰქონდა φιλმების გადაღება, ინტერვიუს მიცემა და ნებისმიერ ესეთ რაღაცა დაჭერილი იყო რაღაც ხნის განმავლობაში, შემდეგ შინაპატიმრობა ჰქონდა, შემდეგ შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა და ასე შემდეგ. როგორ გაახსია? ძალიან დიდი პაუზა ჰქონდა და ამ პაუზის შემდეგ ჩამოვიდა კანში და ჩამოიტანა ეს ფილმი. მართალი რომ გითხრათ, ჩემი მოლოდინი არ იყო რომ აი ესეთ კარგ ფილმს ვნახავდი, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მიყვარს მე ჯაფარ პანაჰი და მისი პირველი ფილმები, რომელიც მან აი პატიმრობამდე გადაიღო ადრეული ფილმები, შემდეგ ფილმები, რომელსაც ის იღებს ხან შინაპატიმრობაში, ხან ქვეყნის პატიმრობაში, რომ ვერ გადის ქვეყნიდან და ჩუმად იღებს ამ ფილმებს, რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი, ძალიან საინტერესოა, რაღაცნაირი პოლიტიკური манифестია ყველა მათგანი, მაგრამ როგორც კინო ნაკლებად საინტერესო და ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი რომ დიდ ეკრანზე ნახო, რომ იფიქრებ, რომ არავის შემდეგ უკვე ინტერნეტშიც ვნახავ ამ ფილმს. ერთი სიტყვით დიდი მოლოდინი არ მქონია, მეგონა რომ ისევ მორიგი რაღაც ესეთი მხატვრულ დოკუმენტური ფილმი იქნებოდა პანაჰის, რომელიც კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო არის. მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც ჩვენ ნახეთ, იმიტომ რომ
შესანიშნავი ფილმია და მიხარია რომ ამ ფილმზე ვისაუბრებთ და თან როგორც ვნახე მე სინოფსისი მსახიობებმაც ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ თავად ესეც კი უკვე ფილმია, როგორ იღებს რეჟისორი ფილმს, სადაც უმეტესობამ ჩართულ პროცესში ადამიანებიც კი არ იციან რა ხდება ამ ფილმში. ეს არის ირანის რეჟიმის კიდევ ერთი სახე და სასწაული თუ სადმე არსებობს და მისტიკა, რომ ირანში დღეს ასეთი კინო ამ გზით თუ იმ გზით შესაძლებელია. კი ბატონო, ამ ფილმის გადაღების ისტორია ხო ასეთია, ზოგიერთმა მსახიობმა საერთოდ კარგად არ იცოდა ბოლომდე რაც იღებდნენ, ზოგიერთმა იცოდა, მაგრამ პირობა ქონდა მიცემო და იყო ასე ვთქვა, თანამებრძოლი არის ისიც და თანამზრახველი ამ შემთხვევაში პანახის და ამიტომ ცხადია არ იტყოდნენ და არავის არასოდეს არ ეტყოდნენ, მაგრამ იღებდნენ ჩუმად ამ ფილმს. ერთ-ერთ ეპიზოდს ყვება კიდევაც რომ ერთ-ერთი გადაღების დროსო მოგვადგნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები, რომელნიც განსაკუთრებით საშიშები არიანო, ჩვენთან რო ტიტუშკებს ვეძახით და ადამიანებს, რომლებიც მოდიან და არც საბუთს გაჩვენებენ, არ იცი ვინ არის, მაგრამ იცი რომ არიან თანამშრომლები, ეგეთი არის ირანში ზუსტად, ისინი მოვიდნენო და მასალა გამოგვართვეს, რომ უნდა გვაჩვენოთ, ჩვენ უნდა წავიღოთ და უნდა ვნახოთ, რას იღებთ. ყველაფრისთვის პანაჰი იყო მზად. ეს მასალა არსებობდა არაერთი კოპიო, როგორც კი რაღაცას იღებდნენ, პირველი რასაც აკეთებდნენ, ამზადებდნენ ამ მასალის კოპიოებს, იმისათვის რომ იცოდნენ ყოველთვის იყოს საფრთხე, რომ ერთ ვერსიაში ჩამოართმევდნენ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეჟიმზე ყველაფერი იცოდე. აი ჩვენ რო ზოგჯერ როცა ვარბილებთ, რომ აი ამას არ იკადრებენ, ამას არ იზამენ, ისე არ გამო, აი წინ დახედულობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეს კოპიები რო ქონდა, ფილმიც არ გვექნებოდა, ხო? კი, და ბოლოს უკვე როდესაც მთლიანად დაასრულა გადაღება, მაშინაც არაერთი კოპიო დაამზადა, იმიტომ რომ ის უნდა გამოეტანა უკვე ირანიდან იმისათვის, რომ ძირითადად პოსტპროდუქცია მოხდარიყო ირანის გარეთ, იმიტომ რომ ამის საშუალება უკვე აღარ ექნებოდა, იქ უნდა დაიქირავოს ისეთ სტუდიები, რომელიც არ ახარ დაზღვეული, რომ სადღაც არ გაყიდიან. ამიტომ გარეთ უნდა დასრულებულიყო, აქაც ბევრი კოპიოები და რაღაცნაირად მოტყუებით ნელ-ნელა ნაწილ გამოიტანეს ქვეყნიდან და შემდეგ უკვე საფრანგეთში დაასრულა ეს ფილმი უკვე გახმოვანება, ფერი და ასე შემდეგ ყველაფერი საბოლოო სახე მიიღო საფრანგეთში. თავისთავად, იცი, არ ვიცი, ალბათ ჯობია რომ ორი სიტყვით მაყურებელს უთხრათ, ვისაც ფილმი არ აქვს ნანახი, რის შესახებ არის ეს ფილმი. სანამ ფილმზე გადავალთ, კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია დღევანდელ კონტექსტში. 1979 წელს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, დაწვეს კინოთეატრი რექსი. და აიათოლა ხომეინი მოვიდა, რაც მე ანუ ეს გააკეთეს რევოლუციის მომხრე ისლამისტებმა, რა თქმა უნდა, მე შაჰი ისეთი დასუსტებული იყო მისი პროპაგანდა, რომ ყველას ეგონა, რომ ეს მან გააკეთა, დიდი ხნის მერე ამ ტაბერზადე თუ რაღაც გვარი იყო აღიარა, რომ ეს მუსლიმან დაწვეთ, კინოს რო ერჩოდნენ სიმბოლურად 1979 წლიდან კინოთეატრის დაწვით დაიწყო ხომეინის და ზოგადად ამ ისლამისტური ძალის ბრძოლა კინოსთან. ცოტა ხანი პროპაგანდისტული კინო ქონდათ, მაგრამ მე საერთოდ ეგეც აგრძალეს და ზუსტად ამ დროს მივიღეთ უდიდესი ირანული კინო, ბევრი შენირჩევით მინახავს და რა ვიცი, კიაროსტამიდან მოყოლებული მასულოვით დამთავრებული არაჩვეულებრივი ფილმები გვინახავს ამ პერიოდში გადაღებული. ეს ცოტა სტერეოტიპს ხო არ ამყარებს, რომ დიქტატურა კარგია, კარგი კინოსთვის. ცოტა ამყარებს კი, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვათ, რომ განსხვავებული არის ერთმანეთისგან, მაგალითად კიაროსტამის და პანაჰის ფილმი ძალიან არავრიოთ, მაგრამ კარგი ფილმი კიაროსტამი არის გენიალური კინორეჟისორი, რომელიც ძალიან გავს სტილისტურად, მაგალითად ჩვენი 60-იანი წლების რეჟისორებს, რომლის ეზოპის ენით გვესაუბრებიან როგორც წესი. კინემატოგრაფიული თვალსაზრისით კარგია. კინემატოგრაფიული თვალსაზრისით არის სრულიად შესანიშნავი და იდეალური, მაგრამ იქ არის ძირითადად ეზოპეს ენა. ერთადერთი აი
კიაროსტამის არც ერთი ფილმი არ აგრძალულა. ორი ფილმი, რომელსაც რაღაცა პრობლემები შეექმნა, ეს არის 10, ასე ქვია ამ ფილმს, არაფერი განსაკუთრებული ფილმი სხვათა შორის ეს არ არის, მაგრამ ქალებს ეხებათ და ვინაიდან ქალებს ეხებათ, ამიტომ ამან გამოიწვია რაღაცა შეშფოთებები. დიქტატურაში ყველაფერი შეიძლება პრობლემა გახდეს. კი, და მეორე არის ალუბლის გემო, სადაც ჩემი საყვარელი ფილმი ალუბლის. კი ბატონო, სადაც ხო თვითმკვლელობაზე, სუიციდზე არის ეს ფილმი მთლიანად და ეს რაღაცნაირად ამანაც შეაშფოთა ირანული რეჟიმი. ეს ორი ფილმი არის, თორე დანარჩენი კიაროსტამს არანაირი პრობლემა ფილმების გადაღების დროს არ შექმნია და ვინაიდან ვახსენეთ, მოდი ბარემ ვიტყვი ამასაც, რომ 2010-11 წელია მაპატიეთ, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც 10 წელი არის უკაცრავად, ნამდვილად, როდესაც პანახი დააპატიმრეს, იმ წელს აბას კიაროსტამი კანის ფესტივალზე იყო ჩამოსული თავისი ფილმით, ახალით, სადაც ჯულიეტ ბინოში თამაშობდა, ეს უკვე საფრანგეთში გადაღებული ფილმი იყო და მას დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობს პანახიზე, იმიტომ რომ პანახი არის პრაქტიკულად პირდაპირ მნიშვნელობით მისი სტუდენტი არ იყო, რომელსაც სწავლიდა, მაგრამ იყო მისი, ასე ვთქვათ, შეგირდი და სტუდენტი, ოღონდ არაოფიციალური, იმიტომ რომ პირველი ფილმი ხო კიაროსტამის სცენარის მიხედვით აქვს გადაღებული, მეორე ფილმი ეს მეწამული ოქრო, რომელიც აი შენც ნახე და ძალიან მოგეწონა, ესეც კიაროსტამთან ერთად აქვს ამ სცენარზე ნამუშევარი და გაკეთებული და ერთი სიტყვით მისი, ასე ვთქვათ, მასწავლებელი კი იყო კიაროსტამი და მახსოვს მე ვიჯექი პრესკონფერენციაზე კიაროსტამის და მას კითხეს პანახიზე დაუსვეს კითხვა, რომ აი თქვენი ახალგაზრდა კოლეგა, თქვენი მეგობარი სტუდენტი დააპატიმრეს ირანში და კიაროსტამი მოპასუხა, რომ პოლიტიკა არ არის სისტემა, რომელზეც მე ვსაუბრობ. მე მირჩევნია, დიახ, სამწუხაროდ შეგიძლიათ. აღარ მინდა შენი ალუბლის გემო, აბას კიაროსტამი. აი ესეც იყო ჩემთვის არანორმალური რაღაც. ნუ ალბათ ვერ გაიქცეოდა ირანიდან. შეშინებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. აი ამასაც მე ვხსნი. ეხლა ფარჰადიზეც არ მითხრა რამე ეგეთი. არა, ეს არის კიაროსტამის, მაინც უფრო შთაობაა და ეთყობა რაღაცა სხვანაირად მე მგონია რომ უბრალოდ შეშინებული. არ აქვს ის ვაჟკაცობის და არდანებების ის ხარისხი, რაც აქვს პანახის. კი, აი პანახის რაღაცა საერთო წერილები რო იწერებოდა მისი გათავისუფლების ესა მოთხოვნით იმათ აწერდა ხელს. უთქვამს ასევე რომ პანახი არის თავისი სამშობლოს მოყვარული და მე იმედი მაქვს ის მალე ეს არის ადამიანი რომელსაც თავის სამშობლო უყვარს და მე იმედი მაქვს ის მალე დატოვებს ციხეს და ისევ დაუბრუნდება კინოს. აი ასეთი რამე ასეთი სიტყვები წარმოთქმული აქვს, მაგრამ როდესაც კანში მას კითხეს რომ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, აი მან გასცა ესეთი პასუხი, როგორც გასცა რომ მე მირჩევნია კინოთი ვისაუბრო და პოლიტიკა არ არის ის საკითხი რომელზეც მე ვსაუბრობ. მაგისტრის მოხდა ვიმ ვენდერს წელს ზუსტად. კი, მოხდა სწორედ და მაშინ სხვათა შორის კიაროსტამს აი ისე არ მოხვედრია, როგორც დღეს მოხდა ვიმ ვენდერს და ხო, უცნაური არის, ეს არის 2010 წელი, 16 წლის წინ რეჟიმი ირანში უკვე არის ბობოქრობს, ასე რომ წესით უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოიწვია, მაგრამ მე მახსოვს როგორც ჩამწყდა ყველაფერი და იმის შემდეგ აი თითქოს რაღაცნაირად საერთოდ ინტერესი დავკარგე კიაროსტამის და მისი ფილმების სახელს არ ვახსენებ. მიმართ, მაგრამ ფიქრობ, რომ ამას იმითი ვხსნი და როდესაც ირანულ კინოს უყურებ, მიხვდები, რომ ამ ადამიანებს, ხო, ამ რეჟისორების მეშვეობით ვიცნობ მე ირანს და თეირანს, ირანელ ხალხს და ასე შემდეგ, ხო? მიხვდები, რომ მათ არანორმალურად უყვართ თავისი სამშობლო. აი ეს ირანი უყვართ არანორმალურად. მაგალითად, ნებისმიერი დღეს უმეტესობა სამწუხაროდ ირანიდან არის გასული და ირანს გარეთ იღებს კინოს, ხო? მაგრამ ყველა მათი ფილმი არის ირანული. აბსოლუტურად არც ერთი ფილმი არ არის რაღაცა საერთაშორისო სევდაზე. აი მაგალითად ოთარიოსელიანი რო წავიდა საფრანგეთში, ის უკვე ფრანგულ კინოს იღებდა. გასაგებია კი, მთლიანად ამ თავის ქართულ იდენტობას და საქართველოს ვერსად წაუვიდოდა, მაგრამ ფრანგულია უკვე მისი ფილმები და ამიტომაც ეძახიან არა ქართული პერიოდი, ფრანგული პერიოდი. არც ერთი ირანელი რეჟისორი არ არის, რომელიც მიდის და იღებს ამ ფრანგულ ან ამერიკულ ან კარგ რეჟისორებზე ვსაუბრობ, თორე რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცები არიან, რომელიც ახლა ბლოკბასტერებს იღებენ ჰოლივუდში, მაგრამ არავინ არ იცის მათ შესახებ ამ შემთხვევაში
კარგ რეჟისორებზე გვაქვს საუბარი. და ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით რთული არის ამ თავისი სამშობლოდან წასვლა, გასვლა და თუნდაც გარეთ მუშაობა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ კი არა სტამის ეს სიტყვებიც და ეს შიში გამომდინარეობდა იქიდან, რომ მას აიძულებდნენ შეიძლება არა იმდენად ციხეში ჩაჯდომის ეშინოდა, არამედ იმის რომ არ გამხდარიყო იძულებული დაეტოვებინა თავისი სამშობლო და კიდევ ირანი. შეიძლება არის ასეთი ეგოიზმიც კინემატოგრაფიული, რომ მისთვის არ აეკრძალათ კინოს გადაღება. კი ბატონო, ხო. მაგრამ მაინც ალუბლის გემო რო გადაღებული გაქვს, ალბათ სხვა სიტყვებს ელოდებიან შენგან. მე ეს ისტორია არ ვიცოდი ნამდვილად, მაგრამ აი მახსოვს რომ ფარჰადის separation განშორება რომ ნახე, მაშინ დაიმსხვრა ჩემთვის სტერეოტიპი ირანელ ქალზე მაგალითად, რომელიც როგორი აქ არ ჩანს მათი ბრძოლა ქალის, მაგრამ აი მისი სიტყვა სახლში რომ აქ ისე არ არის როგორც არაბულ სამყაროში რომ ქალი საერთოდ არაფერს თავის აზრს არ გამოთქვამს ან რაღაც პოზიცია არ აქვს ძალიან ნათლად გამოჩნდა მე ცუდად ვიცნობდი ირანს აქამდე და აი ამ ლეღვის თესლის ფილმში როგორ ქვია წმინდა ლეღვის თესლი აი აქ საერთოდ მე და შენ გვილაპარაკია ხშირად ამაზე და მაყურებელსაც მინდა რომ აი ამაზე გაამახვილოს ყოველდღე რატო არის ირანი ბევრად ცოდო ვიდრე სხვა თქვათ ქვეყნები რომლებიც შეიძლება დღეს არიან აი ამ რაღაც რელიგიური წნეხის ქვეშ იმიტომ რომ აქ ეს არ არის მათი იდენტობისა და კულტურის ნაწილი ამ ქალების როგორ იბრძვიან როგორ ჩანს ეს ბრძოლა და აქაც ეს ჩვენაც გვესმის დიდი აღელვების და ამბოხების სათავეში სულ დგანან ქალები მათი ჩამოხრჩობა მათი პროტესტი და აი ამ წმინდა ლეღვის თესში ჩანს აი ამ პატრიარქაც და მამას როგორ ებრძვიან ქალები და ბოლოს მაინც გაიმარჯვებენ აი თუ რამეზე მინდა ხოლმე ძმები რომელიც აუცილებლად გეჩვენებთ რომ ნახოთ იქაც იგივე არის მიუხედავად იმისა რომ თქვა აი ესეთი ტრაგიკული სიუჟეტი არ არის როგორც წმინდა ლეღვის თესლში არ ვითარდება აქ არის ჩვეულებრივად ერთი ოჯახის ისტორია რომელიც ერთ-ერთი ოჯახის წევრს ამგზავრებს იმისათვის რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და ირანი დატოვოს და ისწავლოს საზღვარგარეთ არაფერი განსაკუთრებული მაგრამ აი იქაც ჩანს და ამიტომაც ქვიათ ლეილას ძმები იმიტომ რომ ლეილა არის ყველა ეს ბურჯი მთელი ოჯახის რომელზეც დგას ის აგვარებს ყველაფერს ის არის ყველას დედაც მამაც ქალის როლზე ქალები შენ თქვი რომ როგორები არიან თურმე ირანელი ქალებიო და მეცაც გეტყვი რომ თურმე როგორ უყვართ ირანელ კაცებს ირანელი ქალები და როგორ აღმერთებენ მათ ოღონდ არა ისე როგორც ჩვენთან სადღეგრძელოებში არავითარ შემთხვევაში პირიქით პანაჰის თითქმის ყველა ფილმი რამდენიმე მათგანის გამოკლებით ეძღვნება ქალს სადაც ჩანს ძლიერი ქალი რომელიც იბრძვის საკუთარი უფლებებისათვის ქალი რომელზეც დგას მთელი ეს ოჯახი რომელიც არის მართლა ბურჯი პატარა გოგოდან დაწყებული მოხუც ქალამდე დამთავრებული და თუ შევხედავთ ახლა არ ვაკნინებთ რა თქმა უნდა კაცების როლს ამ ამბოხშიც ბოლო რაც იყო ამის წინ 21-ში რაც იყო რომ სიკვდილით დასჯის ამ საზარელ ინფორმაციებშიც კი ჩანს რომ ქალების პროტესტით იწყება ხშირად აი ეს ისინი ვერ ეგუებიან აი ამ მონობას რაც ქვეყანაში ხდება უსამართლობას და არ ვიცი თუ სადმე მგონია რომ მართლა გაიმარჯვებს ეს ხალხი ირანული კინოს ყურებისას ირანელ ქალებზე ეს არ არის თითიდან გამოწოვილი კონიუნქტურული თემა რომ მოდი ქალებზე გადავიღო ეს არის ირანული რეალობა გუშინაც კი ჩამოახრჩვეს ახალგაზრდა გოგო რომელზეც პრობლემაც კი უარი თქვეს და იმ მეწამულო ქროსი რომელიც ჩვენ მაყურებინე გუშინ ზუსტად ღამე ვუყურებდი იქაც გოგოები რო ერთობიან მაინც მიუხედავად რომ გარეთ რამხელა ამბავია არ ამბობენ უარს ამ თავის თუნდაც უფლებაზე იყვნენ ბედნიერები ხო ამის უფლებას არც მე ალუბლის გემოსაც ამიტომ აღვიქვამდი ხოლმე ისეთ ფილმად რომ უბედური ხარ ეგეთ ქვეყანაში სადაც ყველაფერი შეზღუდული გაქვს აზროვნება სადაც გიზღუდავენ იქ ბედნიერი ვერ იქნები შტერი თუ არ ხარ ხო და
პანაჰის რო დაუბრუნდე და არ მაგრამ გავსდეთ, მიუხედავად იმიტომ რომ ამის- კინოზე ლაპარაკს რო ვიწყებ, მინდა ყველაფერზე ლაპარაკი და გამოვიდეს რომ არ ხო ეს არ ფილმი ვისაუბროთ ეს ფილმი არ დაგვრჩეს ხო მიღმა თამაშგარეთ როგორც ერთ-ერთი პანახის არა კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ქვია თამაშგარე ოფსაიდ ხო ორი სიტყვით უბრალოდ ალბათ უკეთესი იქნება რომ ვისაც არა აქვს ფილმი გავუჩინოთ ინტერესი და აუცილებლად ნახონ იმიტომ რომ ინტერნეტში ამ ფილმის ნახვა შესაძლებელი არის ჯერ კიდევ რაღაცნაირად გვაქვს ამ რუსების ფილმებზე წყალობით სხვათა შორის რომლებიც იპარავენ და დებენ ხოლმე არა უკრაინელების წყალობითაც და მე მაინც უკრაინელების უკრაინელების საიტიც არის ესე იგი ძალიან კარგი გაუმარჯოს უკრაინელ პირატებს და შესაძლებელი არის ნახვა. ესე იგი ორი სიტყვით რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს და უთხრათ ხო ეს არის ფილმი სადაც ყოფილი პოლიტპატიმრები ერთი პოლიტპატიმარი ჯერ ყოფილი აღმოაჩენს უცაბედად მის წვალებელს აი ამ პროკურორს ჯალათს რომელიც მას აწვალებდა პირადად და შემდეგ გაიტაცებს ამას და უნდა რომ ის დასაჯოს მაგრამ არ არის დარწმუნებული რომ ეს ის არის ან კი არის დარწმუნებული და მაინც უნდა რომ რაღაცნაირად გადაამოწ ხვების დასტური უნდა რაღაცნაირად ხვების თანხმობა უნდა რომ კია ეს არის ვინ ჩვენ ცხოვრება დაგვინგრია და კი ის უნდა მოვკლათ ცხოვრება დაუგრია ამ მთავარ გმირს იმიტომ რომ მისმა შეყვარებულმა ამის გამო ამ წამების გამო თავი მოიკლა თვითონ რამდენიმე წელი იყო ციხეში და მას სასტიკად აწამებდნენ და დანარჩენი გმირები რომელნიც ასევე იყვნენ მსხვერპლი აი ამ ერთი კონკრეტული გმირიდან ერთი ბოდიში დავამატებ არის პატარძალი რომლისთვისაც საკუთარ ქორწილზე მნიშვნელოვანი არის სამართლიანობის შური იძიოს აღდგენა ხო კი რაღაცნაირად შურის ძიებაზე არის ეს ფილმი მაგრამ აი როდესაც მაყურებელი ვისაც ეს ფილმი ჯერ არ უნახავს რომ ნახავს მიხვდება რომ ყველაფერზეა შურის ძიების გარდა. თუმცა პირდაპირ თუ მიყვები ეს არის კი შურის ძიებაზე და არის აი ამ გამოცდილებაზე, რომელსაც ადამიანები იღებენ ირანულ ციხეში. და ეს არაერთ ფილმში არის, პანაჰის არაერთ ფილმში არის ეს ხაზი. ხან გააკვრეთ, ხან პატარა ეპიზოდი არის ხორეთ ჩასმული, რომელიც ამაზე საუბრობს და აჩვენებს, მაგრამ ხან ერთი წინადადება შეიძლება იყოს, მაგრამ ამის გარეშე პრაქტიკულად პირველივე მისი პატიმრობის შემდეგ არ არსებობს არც ერთი ფილმი. მე ვარ შოკში, ისიც შენი რეკომენდაციით ვნახე, რამდენიმე ნოველისგან შემდგარი ფილმი, კაცზე, რომელზეც ოდნავ ეჭვი არ გიჩნდება, რომ შეიძლება ჩართული იყოს და ერთადერთი კადრი ჩანს, სადაც მუშაობს და მახსოვს რომ ჩემი დაშოკვა ახლა მას 2 წლის ასაკში ცოტა რთულია, მაგრამ მქონდა აი კულტურული შოკი, იმდენად არ ველოდებოდი ფინალს. ვფიქრობდი რომ აი რა ხდება და რომ გვერდზე შეიძლება ადამიანს ხედავდე ჩვეულებრივს, რომელიც აი ჩამომხრჩობელად მუშაობს. კი, რომელიც მიდის, არის ჩვეულებრივი აბსოლუტურად გულთბილი, მოსიყვარულე, კარგი ადამიანი და სამსახური აქვს ისეთი, რომელიც მიდის და უნდა მიაჭიროს ღილაკს, რომ 10 ადამიანი ერთად ჩამოახრჩონ. და იქ სხვადასხვა კიდევ ისტორიები არის, ხო? კარგი, ისევ რო არ გავცდეთ, თუ დაგვრჩებათ რომ უკვე სხვა ფილმებზეც ვისაუბროთ, მაგრამ ეს ჩვენი მთავარი ფილმი. ირანული კონტექსტი რო ვიცოდეთ, ხო? რომ ასეთი ერთ-ერთ ასე ჯალათზეა ზუსტად რა, რა ვიცი, ამასაც ახლა მანქანაში ფილმი იწყება იმით, რომ მანქანაში კი საშინელებას აკეთებს, იქაც ძაღლი შემოაკვდება, მაგრამ ვისაც სპოილერები არ გიყვართ, არ გეყუროთ, მაგრამ ბავშვი ცოლი ფილმში მეცნობეთ არანაირი მნიშვნელობა სპოილერს. არცერთ კარგ ფილმში, ხო, ახლა თუ დეტექტივს ვუყურებთ, სხვა საკითხია, მაგრამ დეტექტივია ოიდიპოს მეფეც, მაგრამ ხო და ხო და ცოლი შვილი მიდიან ღერ, ანუ არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ ეს არის ესეთი ბოროტმოქმედი და ესეთი ჯალათი, რომელსაც ათასობით ალბათ ამ ფილმში სულ 5 თუ 6 ადამიანია მისი ნაწამები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ათასობით არის ხო მათი სხვათა შორის სულ რომ არ ფილმი კიდევ უფრო შეზღუდო კამერულად აი 90 მილიონიან ქვეყანაში ასე შემთხვევით რომ გადააწყდება ნაწამებს, ეს იგი რამდენს აწამებდა, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ყველა შემხედრი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი რატო არ მიყვარს მე ამ ფილმის თარგმნა როგორც უბედური შემთხვევა. იმიტომ რომ უბედური შემთხვევა თითქოს ქვია იმას, როდესაც ძაღლს დააეჯახება, აი ეს მთავარი გმირი, რომელიც არის ჯალათი და იმიტომ რომ სიბნელე არის, არ ჩანს ნამდვილად მისი ბრალი არაფერი არ იყო, მაგრამ ძაღლს დაეჯახება, რაც საბოლოო ჯამში მანქანასაც დააზიანებს და
ეს ძაღლი და რაღაცნაირად ბედისწერა მიიყვანს მას სწორედ იმ ავტოფარეხამდე, სადაც რაღაცას აკეთებენ, ხო? იქაც რაღაცა ეს არ არის მანქანების შესაკეთებელი ადგილი, მაგრამ რაღაც სახელოსნო არის, ხო? და სადაც მუშაობს სწორედ ის მისი მთავარი მსხვერპლი, რომელიც მას გაიტაცებს. ამიტომ უბედურ შემთხვევას ხო რაღაცნაირად მირჩევნია კიდევ არის თარგმანში უბრალოდ შემთხვევითობა, აი თითქოს რომ აი შემთხვევითობამ მიიყვანა, ხო ბედისწერა უფრო არის აქ. და საინტერესო არის, რითაც საერთოდ პანაჰი ამბობს, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ფილმი როგორ იწყება და როგორ მთავრდება. იწყება იმიტომ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი დასაწყისო, თუ დასაწყისში მე მაყურებელი ჩავითრიე, ეს ნიშნავს, რომ მორჩა სანათნახევარი ის ჩემია და ვეღარ გამექცევა. და ფინალი არის იმიტომ, რომ მე ამით უნდა დავამთავროს, რომ გაყვეს ეს ფილმი და დიდხანს არ დაავიწყდეს. და ამ ფილმში ეს არის მე მგონი იდეალურად, იმიტომ რომ დასაწყისში არის სწორედ, როდესაც მთავარი გმირი მსხვერპლი ამ შემთხვევაში ამ თავის ჯალათს ამოიცნობს ხმით. აი ფეხის ამ ჯალათს აქვს ეგრეთ წოდებული პროტეზი, ხო? ფეხის პროტეზი, რომელსაც აქვს სპეციფიკური თათულათაც პროტეზია, ხო? რომელსაც აქვს სიარულის დროს რაღაცნაირად სპეციფიური ჭრაჭუნის ხმა აქვს და ესე იგი სამსახურში რაღაცას მუშაობს და ეს ამ ჭრაჭუნს გაიგებს. და როდესაც გადაიხედავს, დაინახავს ამ კაცს, მაგრამ თავარი ესე იგი დამამტკიცებელი საბუთი რომ ეს ის კაცია, ეს არის ამ ჭრაჭონის ხმა. აი ეს ბოროტების ხმა და აი ამ ხმაზე ძალიან ხშირად სხვადასხვა ფილმებში ლაპარაკობს, აი ტაქსი, ერთ-ერთი ფილმი არის პანაჰის, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში თუ გახსოვს, მას ფსიქოლოგი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და პანაჰი ეუბნება ცოტა ხანი გაშტერებულია ეს პანაჰი და პანაჰი რა იყო ეს ეკითხება და რაღაცავის ხმა მომესმაო ციხეში რომ ესმოდაო იმისიო და ეგო ბუნებრივი არისო ეს ქალი ძირითადად მისი თანამოაზრე არის ცხადია და მკურნალობს ანუ დადის და ურთიერთობა აქვს ყოფილ პოლიტპატიმრებთან და ეს მთელი ცხოვრება გექნება და ეს არ არსებობს არც ერთი პატიმარი ეს გონია რომ ავტობიოგრაფიული დეტალია ყველა ფილმში არის ავტობიოგრაფიული დეტალი და პრაქტიკულად აი რაც აკრძალულ პერიოდში ფილმები აქვს, ისინი პირდაპირ ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა არის ავტობიოგრაფიული, იმიტომ რომ სწორედ ეს ხმა, იქ პანაჰი თავის თავს თამაშობს პრაქტიკულად, ტაქსი, რომელიც სხვა შორის ბერლინის ფესტივალზე ოქროს ლომის ლაურეატი გახდა და ეს ხმა არის, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება. და შემდეგ უკვე ვითარდება სიუჟეტი ისე რომ მოიტაცებენ ამ კაცს და ფიქრობენ რა გაუკეთონ, რა ქნან. უნდათ რომ დასაჯონ ის სიკვდილით გაუთხრიან საფლავს რომ თავიდან ყველა გმირს ეწყება აფექტით ეს ვინ დავინახე და ეხლავე მოგკლავ, მაგრამ როგორც კი რაღაცაათ ეს ბრაზი გადადის ბრაზი რჩება, მაგრამ რაღაცნაირი ადამიანური ბრაზი რჩება, რომელიცაც არ აქვს ძალა, რომ თვითონ იგივე ჩაიდინოს. არ აქვს ძალა იგივე ბოროტების და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი სხვაობა აი ამ ორ ჯგუფს შორის მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის. იცი რა დავინახე კიდევ, რომ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ არგუმენტი ყოველთვის არის ხოლმე, რომ შეიძლება შეგეშალოს. და თუნდაც ამიტომ, აი ყველაზე დიდი დანაშაული, აი რა ვიცი, პედოფილი გამოპატრონე ბავშვის კვლელობაზე, სადაც ყველა ალბათ შეთანხმდება, რომ კაი დაისაჯოს ეს სიკვდილით. მაგრამ აი აქაც იმის დაშვება, რომ შენ შეიძლება შეგეშალა, ჯობია ცოცხალი დატოვო ადამიანი, კონცეფცია ეს არის, ხო? ვიდრე შეცდომით დასაჯოს სიკვდილით და ქვეყანაში, სადაც უბრალოდ შეიძლება აზროვნების გამო სიკვდილით გჯიდნენ და თავსაფარჯიდან რო თმა გამოგიჩნდა. აი აქ გადაიღო ფილმი იმაზე, რომ არსებობენ დატანჯული, გაწამებული, ყველანაირად ცხოვრება ჩამოქცეული და გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც იმ დაშვებით ცხოვრობენ, რომ ეს შეიძლება ის არ არის. უბრალოდ ამით იმართლებენ თავს, რომ არ შეუძლიათ ადამიანის მოკლა, ჩემი აზრით. ეს არის უბრალოდ მიზეზი, რომ სინამდვილეში მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ იგებენ, რომ ეს ის არის, მაშინაც ვერ კლავენ. და ეს არის განსხვავება დღეს საუბრობდით ზუსტად ჩვენი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანისგან არც ისე შორს ვართ, როგორც კილომეტრაჟით ისე
უკვე რეჟიმის ბოროტების ხარისხით, უბრალოდ ჩვენთან არ ჭირდებათ ასეთი რამ. ეს არის რაც ხშირად გვითქვამს და გვიფიქრია, რომ ვიკადრებთ კი იმას, რასაც ისინი კადრულობენ ჩვენს მიმართ. ეს არის მთავარი კითხვა. გაუკეთებ იმას. აი ხლა კი ამბობ, რომ დასაჯო ყველა, დედაუტირო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება შენ ეს ვერ გააკეთო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავაკეთებთ. მიუხედავად რომ ძალიან ვიმუქრებით. აი ნახეთ თქვენ რა მოგივათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ღირსება იმაში მდგომარეობს სწორედ, რომ როგორც კი მათ დავინახავთ ძირს დაგდებულს, ჩვენში აი ეს ბრაზი და აგრესია გაქრება. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება ის რა გავიარეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი დასჯის სურვილი აღარ იქნება. თუ კი დღეს არის ჩემში აი ეს ბრაზი ხანდახან, რომელიც აი აქ მახრჩობს და მეშინია რომ რაღაცა ფიზიკურად არ დამემართოს ხოლმე, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვუშვები, შეიძლება გაგლიჯო. ხანდახან ვფიქრობ ბოქსზე ხوار ვიარო, რომ რაღაცას ვურტყარო, ეს ჩემი ბრაზი, რომელიც მაქვს და ესე მტანჯავს, რაღაცას გავატანო, რაღაცაში ფიზიკურად დავხარჯო. მაგრამ მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ისინი დამარცხდებიან, ანუ ძირს დაგდებულს აღარ დავარტყავთ წილს. მაგრამ ხო არ არის ისიც ამ ფილმში, რომ აი ბოლო კადრი სადაც ისე ისმის ეს ჭრაჭუნის ხო გინდა პირდაპირ როგორც გინდა ისე აღიქვა. აი ამაზე მინდოდა ხო სხვათა შორის. მაგრამ ხო არ გეუბნება იმას, რომ აი თუ ვერ გააკეთებ და მაშინ აი ამ ხმით იარე. აი იცი როგორი რაღაცა არის აი აქაც მაყურებელს რომ იცოდეს რაზე ვსაუბრობთ, არის ის რომ საბოლოოდ მიუხედავად მთელი ფილმის განმავლობაში ისინი ატარებენ აი ამ თავის უკვე მსხვერპლს სინამდვილეში მოძალად და ჯალათს, რომ რა გაუკეთონ საბოლოო ჯამში უშვებენ, ხო, მას ათავისუფლებენ. შუაში ხდება ის რომ მისი ცოლი იმშობიარებს და ეს ჯგუფი და ეს ადამიანი ეხმარება მათ ამ მშობიარობაში, ფულსაც გადაიხდიან, ნამცხვარსაც მიუტანენ, ყველაფერს გააკეთებენ, არაჩვეულებრივი ეს ეპიზოდი არის ეს. მაგრამ ბოლოს ათავისუფლებენ და ფინალი არის, როდესაც აი ეს მთავარი გმირი ალაგებს სახლს, თითქოს გადადის სხვაგან საცხოვრებლად, არა და უცებ გაჩერდება და ისევ ამ ჭრაჭუნის ხმა ესმის. და ძალიან საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში, ახლა ამერიკაში სანამ იყო ვიდრე ოსკარების ცერემონია ჩატარდებოდა, მანამდე მოკლედ დაპატიჟებული ყავდათ რომელიღაცა გადაცემაში, უпростоრად ეს იყო უკვე სკორსეზეს ყავს თავის რაღაცა სცენაზე იქ ცოცხალი აუდიტორიაც არის და პლუს ვიდეოზეც იღებენ და ამიტომ ეს დევს ინტერნეტში ამის ნახვაც შეგიძლიათ. სკორსეზე ეკითხება, რომ რა არისო ბოლო ეპიზოდიო. მე და ჩემი მეგობარიო ვკამათობდითო, ის ამბობდაო, რომ შეიძლება ეს იმიტომ მივიდა, რომ მადლობა უთხრას, რომ მის ცოლს დაეხმარა, მშობიარობაში ფული გადაიხადა, ყველაფერი ექიმებს ელაპარაკა, როგორც ბიზა ისე წარუდგა ხო მათ. ის ამბობდაო, მაგრამ მე მაინც უფრო რეალისტი ვარ, მე მაინც იმ აზრს ვემხრობიო, რომ ეს მივიდა ისევ, რომ დაიჭიროს და დასაჯოსო. და ყველაზე საინტერესო კითხვა არის, აი ჩემთვის მაგალითად რა არის? ჩემთვის სამივე ვარიანტი ვფიქრე, მაგრამ არის კიდე მეოთხე, რომ არ აქვს მნიშვნელობა მივიდა თუ არა. ეს არის რომ ამას ამბობს თვითონ პანახი. მართლა? კი. არ ვიცოდი ნამდვილად. რომ ამ ხმას ვერ მოიშორებ თუ არ გადაიხდი სამაგიეროს. ძალიან ისეთ რაღაცას ვამბობ, რის გაკეთებაც მე თვითონ არ შემიძლია, მაგრამ ანუ ეს ხმა მაინც ჩაგესმის, იმიტომ რომ ვერ მოკალი ეს ხმა, ვერ ჩაკალი და ეს ივლის სულა ესე დადის. თუმცა ანუ შენ ფიქრობ, რომ შურისძიებას შეუძლია ამ ხმის ჩაკლა, ანუ იმ ტრამვის გაქრობა, რომელიც მივიღეთ? მე მგონია, რომ არ შეუძლია, პირიქით, მე შეიძლება მეორე ხმა დაგემატოს და დაგტანჯოს. მე ვფიქრობ, კიდე სხვა ხმები დაგემატოს და კიდე უარესია, რაც შენში არ არის, იმას პროპაგანდა ვერ გააღვიძებს. ანუ ეს გავეშებული ხალხი, რომელიც მაგალითად ჩვენ დაჭერილ მეგობარზე წერს, რომ ღირსია, რომ აბა რა ეგონა, რომ კალაძეს ფლომასტრით პლაკატი დაო, ეს ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ ასწავს, თუ შენში ეს დეტერმინირებული არ არის. მე ზუსტად ვიცი, რომ ადამიანის მოკლა არ შემიძლია. ნუ იმ წუთა შეიძლება ეხა რაღაც აფექტი ღმერთმა დაგვიფაროს, ყველას წარმოგვიდგენია რაღაც აფექტი, მაგრამ აქ ეს აფექტი გასულია და ძალიან კარგად კიდე რა ჩანს, იცი პანაჰიმ ძალიან კარგად იცის ასევე ადამიანი, რომ რაც დრო გადის, ამათ რაც დრო ეჭიმებათ და მეტი დრო გადის, უფრო და უფრო უჭირთ
რაღაცის გაკეთება. თავიდანვეც უჭირთ იქვე მოკლა და მოხჭობა, ხო იცი, აღარ ეკითხები არაფერს და დროგეთ რაღაცა თუ კეთდება ალბათ აფექტში კი. თუ არ ხარ ისეთი ბოროტმოქმედი ვინც ამბავია, რომ პირველი 12 წუთია ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის იღებს აი რაღაც შოკის მომგვრელი ინფორმაციის შემდეგ, შენ გაქვს დაახლოებით 12 წუთი, რომ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. მერე ხდება ადაპტაცია ამ ინფორმაციასთან. იგივე თავის მოკლა იქნება თუ სხვისი მოკლა თუ რაღაც საშინელების გაკეთება, რისხვის გამოვლენა. ძალიან ცოტა დრო გაქვს. მერე იწყებ შენი ხასიათისა და მსოფლმხედველობისა და ნამუსის მიხედვით მოქმედებას. ამიტომ შენ თქვი რომ იცი რა რომ ვერ გაუკეთებ იმას, რასაც შენ ქვეყანას და შენ გიკეთებს დღეს შეიძლება რეჟიმი შენ იგივე ვერ გაუკეთო აი ეს. თითის მიჭერა თუმცა ამბობენ რომ აი ეს თითის მიჭერა პირველია ძნელი და მერე ამასაც ეჩვევიან ხო არ ვიცი ინტერესების ზონაც ხო ნახეთ რომ ეხა არ არის ეს ხალხი რაღაცა ღრჯოლებით და ამ ღრჯოლებიდან სისხლით და განსაკუთრებული ურჩხული და ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ბოტოქსიანი ქალი არაფერს არ აშავებს და ამ დროს არის მონსტრი ხო ჩვენი რომელიმე პარლამენტარი მაგალითად კი ბატონო და ეჟოვი რო იყო საკუთარ დროზე ცნობილი ერთ-ერთი საშინელი ადამიანი და ჯალათი და ყველაფერი მისი შვილი ყვებოდა არაჩვეულებრივ ინტერვიუ ვნახე სხვათა შორის სადაც ყვებოდა რომ იმდენად გულკეთილი იყო, იმდენად შესანიშნავი მამა იყო, უკითხავდა, ეფერებოდა, სულ წარმოუდგენელი იყო მისთვის, რომ ეს დაეჯერებინა, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დაიჯერა და ეს როგორი შოკი იყო მისთვის რა. არიან ადამიანები, რომელიც ამას ბოლომდე გაურბიან და ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ სხვადასხვა ის ქალი იყო, რომელიც უბრალოდ აი ამ სწორედ ორ სახოვნებაზე საუბრობდა, როგორი შეიძლება იყოს მკვლელი ჯალათი, სახში მოსიყვარულე მამა და გარეთ ადამიანი, რომელიც დღეში შეიძლება 50-100 ადამიანს ერთდროულად ხორეთდეს, ისე რომ თვალი არ უხამხამებდეს. მათი ბოლო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ამაზეც მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ. ვიდრე გაათავისუფლებენ. ვიდრე გაათავისუფლებენ, კი, ძალიან საინტერესო მაგრამ ხო, თავარი იქ არის, რომ ეს კაციც ამბობს, რომ ფული მჭირდებოდა, სხვა გზა არ მქონდა. თავიდან სხვა პათოსით იწყებს, რომ დიახაც ვემსახურები რეჟიმს და თქვენის თანებს ასე და ისე. კი, მაგრამ როდესაც მას ახსენებენ, ანუ ეს არის კაცი, რომელსაც არა მხოლოდ ვიღაცა ჩამოხრჩობილი ყავს, არამედ მასზე არის დაწერილი, ესე იგი ის რომ აუპატიურებდა, ცემდა, სხვადასხვა ტიპის წამებასთან არის დაკავშირებული მისი სახელი და თითქმის ყველაფერი გაუკეთებია და ბოლოში ხო ეს არის რომ რაღაცნაირად როგორ გახდა თვითონაც სისტემის მსხვერპლი და როგორ გახდა ნაწილი ამ სისტემის, აი აქ შეგვიძლია ასე ასოციაციურად გადავიდეთ რასულოვის ფილმთან წმინდა ლეღვის თესლი, სადაც თავიდან იქაც ფილმი იწყება რომ ჩვეულებრივი იურისტი არის, რომელიც მუშაობს და რომ დააწინაურებენ უხარია მხოლოდ იმიტომ, რომ სარიცხის მანქანას იყიდის, რომელსაც ცოლი დიდი ხანია სთხოვს, შეიძლება ბინა გამოცვალონ, მაგრამ რეჟიმი და სისტემა როგორ მისგან ქმნის მონსტრს, ხო, აი სისხლიან მონსტრს, რომელიც სად შეუძლია სწორედ აი ამ რეჟიმის იმდენ ისეთი მსახურია, რომ შეუძლია ამას შესწიროს საკუთარი შვილების სიცოცხლეც კი. და ასეთი რეჟიმი მიდის მონსტრობის იმ ხარისხთან, როცა თავიდან ავტოკრატიაში ეს არ არის, მაგრამ ტოტალიტარიზმში უკვე ასე ხდება, სადაც მე უკვე კი აროსტამიც მონსტრი გამოდის, იმიტომ რომ გაჩუმებაც კი მონსტრობა ხდება. ანუ თავიდან ნებისმიერი დადუმებაც კი უკვე არის უსინდისო ხარ. ანუ შენ დაკარგე ის ფუფუნება, რომ შუმა აპოლიტიკური ხარ, ჩუმად ხარ, შენთვის დაბუჩუნობ რაღაცას აკეთებ, შენ საქმეს თავს იტყუებ, მაგრამ დგება მომენტი, რომ რეჟიმი აქაც გადგება და გაჩვენებს, რომ შენც მონსტრი ხარ. ყველა და ნუ აქ მივდივართ ისე ამ დიდ ცნობილ ტექსტთან აიხმანის შესახებ, როცა რა აი ჭანჭიკებს რა ვუყოთ, ხო? გავუგოთ, დავსაჯოთ, მათ მოვერიოთ, როცა მთავარს ვერ-ვერევით ყველაზე ბოროტების სათავეს თუ მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ერი, რომელსაც
ზემოდან წამოვა პოლიტიკური ნება, რომ იყოს ემპათია, სოლიდარობა, განათლება და ასე შემდეგ, დროთა განმავლობაში ის საზოგადოება აღწევს, თორე თავისით ასე ძალიან იშვიათად იბადება ადამიანი, რომელიც არის აბსოლუტური სასტიკი ან აბსოლუტური კეთილი. თუმცა როგორც პროდუქტი ჩემ თავს რო არ შევეწინააღმდეგო ახლა, ასე არ გამომიდეს, მაინც ჩვენი ხასიათი გვაქვს და ის ხალხი, ვინც ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია და უნდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება, ნაკლებად არის მიდრეკილი აი იმ შურისძიებისკენ, რასაც ამ ფილმში კარგად ხედავთ, რომ არ გამოსდით ახლა, რა ვიცი, ყველაფერი გაახსენდა, შეყვარებულმა რო თავი მოიკლა. ატარძალი ქალი ქორწილიდან წამოვიდა, რომ დასაჯოს ეს კაცი და თავიდან მეგონა, რომ არ ვიყო სცენარისტი კიდე უფრო დიდხანს მეგონებოდა, რომ აი პატარძალი არის ის ადამიანი, რომელმაც უფრო წინ ანტიგონესავი დააყენა თავისი საქმე და არა ქორწილი, ხო, მაგრამ არ გამაშეული. ხო, და ფინალი არის სრულიად გენიალური და ასევე მინდა მოგიყვეთ, როგორ მივიდა ამ ფილმამდე და ამ ფილმის გადაღებამდე. ჯერ ესეთი ხმებზე როცა საუბრობდით, გამომჩა მე თქვა ის, რომ პირველი პატიმრობის დროს პირველად ის 2010 წელს დააკავეს და 6 თვე იჯდა მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს 6 თვე იჯდა თურმე სამარტოო საკანში და ძალიან ხშირად პირველი თვეების განმავლობაში მით უმეტეს გაყავდათ დაკითხვაზე. და დაკითხვაზე გავყავდით თუ თვალებს გიხვევენ თურმე, სანამ დაკითხვაზე გაგიყვანენ და შემდეგ, როდესაც შედიხარ დაკითხვის ოთახში, შენ სახით ზიხარ კედელს უყურებ და უკან ზის ეს პროკურორი, რომელიც კითხავს. და ამიტომაც არის სწორედ და მთელი ჩემი მაშინდელი ფიქრები იყო ის, რომ გამეგო როგორ გამოიყურება ის ადამიანი, რომლის ხმაც მე მესმის, რომლის ხმაც მე არანორმალურად კარგად ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორია ეს გამოცნობა, სადაც ვიზუალურად ვერ ხედავ, მაგრამ ხმა გესმის, ხო? აქედან მოდის აი სწორედ აი ეს არის რეფლექსია, ეს ხმის მისთვის როგორი მნიშვნელოვანია და ყველა პატიმრისათვის და სხვათა შორის მზია ამაღლებელს არ ვიცი, მაქვს თუ არა მის თქმის უფლება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის მისი მეგობრისთვის აქვს ნათქვამი, რომ აი რომც გამოვალ, არ ვიცი, ამ ხმებს როდის დავივიწყებ, რომელიც მესმისო და ეს არის სხვა პატიმრების ხმები, რომელიც ყველა ერთნაირად ვერ უძლებს, ხო, ამ პატიმრობას რო შედიან. ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს და არის ძალიან მძიმე. ამიტომ არის, რომ აქ ხმა და სუნი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორები, რითიც წარსული გახსენდება. რა თქმა უნდა. ეს ერთი და მეორე არის, მეორედ რო დააკავეს უკვე 2022 წელს, როდესაც მეორედ დააპატიმრეს, ისევ 6 თვე მოუწია მას ციხეში შდომა, მეორეჯერ დააპატიმრეს უკვე იმისათვის, რომ თავისი მეგობრების სასამართლო პროცესზე მივიდა და რაღაც კითხვა დასვა. ორივეჯერ მინდა აუცილებლად მაყურებელმა გაიგოს, რომ ორივეჯერ არა მხოლოდ ჯაფარ პანაჰი, არამედ მისი ყველა მეგობრები დაპატიმრებული იყვნენ sakutari ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის. პრაქტიკულად აგენტების კანონს შეეწირენ, რომ ისინი აკრიტიკებდნენ, რაღაცას ამბობდნენ საკუთარ ქვეყანაზე ისეც, რაც არ მოსწონდა რეჟიმს. ასე რომ ამაშიც პრაქტიკულად ერთიანები ვართ. და მეორეჯერ ყვება ის, რომ მე აღარ ვიყავი სამარტო საკანშიო, პირიქით ვიყავი ბევრ პოლიტპატიმართან ერთად და აბსოლუტურად განსხვავებული იყო ეს მეორე პატიმრობა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ისტორიებს ვყვებოდით, დავმეგობრდით, ძალიან ახლობლები გავხდით და როდესაც უკვე გამოუშვებენ და გაათავისუფლებენ, რომ გამოვედიო და როგორც კი ჩემს ზურგს უკან მოიხურა უკვე კარი, რომ მე უკვე გარეთ ავარ, პირდაპირ, აი ხო ციხეში რო ზიხარ, ელოდები თავისუფლებას და გათავისუფლებას. არა, მაგრამ როგორც კი ეს ბრახუნის ხმა გავიგე, მაშინვე დამეწყო ის დარდი ადამიანებზე, რომელნიც იქ დავტოვე ჩემ მეგობრებზე, დანარჩენ პოლიტპატიმრებზე. იმდენად, რომ თურმე რამდენიმე თვის განმავლობაში ესეთი უკვე ჩვევა მქონდაო, რომ საღამოობით ციხესთან ახლოს იქ მანქანით დავდიოდი და წრეებს ვარტყავდი და მუდმივად ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვინც იყვნენ შიგნით. და მე უკვე იყო, რომ რაღაცაში ეს უნდა გადამეზარდა, რაღაცაში უნდა გადამეთარგმნა მთელი ეს ჩემი ტკივილი, რაც იქიდან წამოვიღე და ეს ფილმი იყო სწორედ ეს, რომ ეს არის ჩემი მეგობრების ისტორიები. ეს ფილმი არის აი ამ ჩემს მეგობრებზე, რომელნიც ციხეში დატოვა დაანჩენ პოლიტპატიმრებზე, ეძღვნება მათ და მთლიანად მათზე არის. და ეს ფილმი იყო ჩემთვის ხსნა იმ კონკრეტულ მომენტში, რომ მე რაღაცა ვიფიქრე, რომ აი ეს არის
ის რაც მე ახლა შემიძლია გავაკეთო აი ამ დანარჩენი და გააკეთა და რამდენი რამე ვიცით ჩვენ ირანზე მისგან. კი, ყველაზე მეტი რაც ხელოვნებას რა ძალაც აქვს და რატომაც ეშინიათ ყველანაირ ავტოკრატიულ რეჟიმებს, ტოტალიტარულ რეჟიმებს ხელოვნების არის ეს, რომ მას შეუძლია მიაღწიოს ყველაზე შორს გასულ ყურთან და თვალთან. სწორედ ამიტომ ბოდიში ხა ესეთი პირდაპირ პოლიტიკური პარალელისტვის კინემატოგრაფისტებთან არ შეიძლება ასე, მაგრამ მე ჩემი ის მაქვს ათქმელი, რომ აი ამიტომ ეცა წულუკიანი კინო ცენტრს და დაიტოვა ნიჭო და კონფორმისტი ხალხი და ვისაც კინოს გადაღება შეუძლია ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო, იმიტომ რომ კინო არის კოლექტიური ხელოვნება, ამას ვერ დაჯდები, სახში ვერ დაწერ შენთვის და ძალიან რთული ეხლა ფანაჰისაც რაღაც დროს დაჭირდა დარწმუნებული ვარ დახმარება დასავლეთიდან რომ დაემონტაჟებინა პოსტპროდაქშენისთვის ელემენტარულად ხო უნდა შეგიწყოს ვიღაცამ ხელი რომ ეს ყველაფერი თორე კი გადაიღებ ტელეფონით და ითამაშებენ შენი მეგობრები მსახიობის მაგათ მაგრამ მე ამ ყველაფერს როგორც წესი კი ანუ ეს არ არის გამართება მაგრამ სწორად ეშინია კინოსი თქვა ამის თქმა და რეჟიმს კინოსი სწორად ეშინია ტყუილად არ ვახსენე კინოთეატრის დაწვა სიმბოლური იყო რომ ამით დაიწყეს და მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ იქ რევოლუციაში მონაწილე მემარცხენეები რომ აუცილებლად ასე დასრულდებოდა ადამიანი რომელიც ებრძვის პირველ რიგში ხელოვნებას ის ვერ იქნება თანასწორობის მომხრე ხო რა თქმა უნდა ხო დაბალბიუჯეტიანს ვამბობდი რომ იმდენად თავისუფალი ხელოვანია რომ მას ყოველთვის თავაზობენ აი ეს დასავლეთში გინდა ამერიკაში დაფინანსებას პროდიუსერები ფულს იმისათვის რომ გადაიღოს ფილმები მაგრამ ყოველთვის უარს ამბობს იმიტომ რომ ჩემთვის ეს თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვიღებ ოპერატორები არიან აი რაღაცნაირი შიში აქვს თითქოს და ძალიან ხშირად თითქმის არ არსებობს ინტერვიუ სადაც ის არ ლაპარაკობს რომ არის კინო რომელსაც გიკვეთავს ხალხი და იღებ იმას რაც მას უნდა და ეს არის 95%-ო და არის 5% სადაც იღებ იმას რაც შენ გინდა და სთავაზობ მაყურებელს იმას რისი ნახვებაც გინდა რომ გინდა ასე რომ მსახიობებს როგორც წესი არ აძლევს როგორც წესი არა პროფესიონალი მსახიობები ყავს და როგორც წესი ისინი ჰონორარის გარეშე მუშაობენ და ერთი ფილმია პატარა გოგოზე რომელიც პირდაპირ გადასაღები მოედნიდან წავიდა სახლში და გაყვა კამერა და მაინც კინო გამოვიდა. აი ეს არის რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ მაინც ორ ნაწილად იყოფა პანაჰის ჩვენ ერთ ფილმზე კი ვთქვით რომ ვისაუბრებთ ხო მაგრამ ალბათ მაინც საინტერესოა რომ ერთი რეჟისორი თუ მთლიანად ეროვნული კინო არა ერთი რეჟისორზე მაინც რაღაცა შთაბეჭდილება შეუქმნათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. თავიდან პირველ ფილმს სხვათა შორის რომლის სცენარის ავტორიც არის აბას კიაროსტამი და თეთრი ბუშტი ქვია, იქაც პატარა გოგოზე არის, რომელსაც საახალწლოდ უნდა ოქროს თევზის ყიდვა და მთელი ეს ფილმი არის პრაქტიკულად უწყვეტი კადრით გადაღებული, დედას როგორ ჯერ ძლივს გამოძალავს ბჭყალებში ფულს რომ იყიდოს ეს რაღაცა ოქროს თევზი რომელიც ნახა, გზადაგზა იმხან თევზს ფულს კარგავს, მერე იპოვნის, ერთი სიტყვით მთელი თავგადასავალია ამ გოგოსი, მაგრამ პანაჰის აი ამ ფილმშიც თეთრი ბუშტი. შემდეგი ფილმი არის უკვე სარკე, სადაც აი რომელზეც შენ ამბობ რომ ისე იგივე გოგო თამაშობს გოგონა რომელსაც სკოლაში დედა არ მიაკითხავს და სახლის გზა თვითონ უნდა გაიგნოს და ფილმიდან გადის და ახალ ფილმში გადადის და იქ რეალობა აქვს აბსოლუტურად არეული ერთმანეთში, უბრალოდ ხატრული და დოკუმენტური არეული არის ერთმანეთში. საინტერესო არის რამდენიმე რაღაცის გამო. პირველ რიგში რომ არანორმალურად კარგად, აი როგორც პამუქთან თითქოს სტამბულს ხედავ, არა, როგორია კითხულობ და ხედავ ყველაფერს, ასე არის პანაჰის თეირანი. აქ კი ხედავ, მაგრამ არ არის ესეთი კადრები, რომ კარგად, იმდენად კარგად გზნობ, რომ გონია რომ ნამყოფი ხარ ამ ქალაქში. ყველაფერს აფიქსირებ, იდეალურად თუ შეიძლება ქალაქი დაგანახოს როგორია, არის ეს პანაჰის თეირანი. აგრეთვე არის პატარა გოგო არის, ხო? ორივე ფილმში მთავარი გმირი და ორივეგან არის გზა, ერთი სკოლიდან სახლამდე, მეორეგან სახლიდან თევზის საყიდლად და უკან უნდა მივიდეს, ხო? და ეს პატარა გოგო დადის და სოციალურ კინოს რაც ახასიათებს, ხო? დადის და აი ამ ფილმებში პანაჰთან არ არიან უარყოფითი პერსონაჟები. ეს არ არის სოციალიზმი საბჭოთა, სადაც უბრალოდ ყველა კეთილია, მაგრამ
ყველა კეთილია აქ. სულ ელოდები საფრთხეს, რომ ეს გოგო ფული დაკარგა. ვაიმე, შენ აქედან ფიქრობ, ვაიმე მოპარავს ახლა ის. ვაიმე, აღარ დაუბრუნებს ვიღაცა გამოართმევს და ნერვიულობ, რომ აღარ დაუბრუნებენ. სულ ხარ მოლოდინში, რომ ამ გოგოს რაღაცა უბედურება შეემთხვევა. რაღაცა ცუდი მოხდება და არაფერი ცუდი არ მოხდება, იმიტომ რომ გარშემო არიან კეთილი ადამიანები. ამ ფილმებს რო უყურებ, ხო, რაღაცა რო გითხარი, რომ მოვიდოდი სიამოვნებით, აი სიყვარულს ავუხსნიდი ირანელებს და ირანს, ხო? არის ერთი ირანი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც ქალებს ცემს, კლავს, აღრჩობს, იმის გამო, რომ შეიძლება თმა გამოუჩნდა ჰიჯაბიდან და არის მეორე ირანი, რომელიც პანაჰის ფილმებში არის, თუნდაც კიაროსტამის ფილმებში არის და ეს არის ბევრად უფრო ნამდვილი ირანი, ჩემთვის ბევრად უფრო დამაჯერებელი, სადაც ხედავ მგონია რომ რაღაც არანორმალურად კეთილები არიან და ბოლო ხო არ ფიქრობ რომ საქართველოს ასე გამოიყურება დღეს რომ არის მზია ამაღლობელიც და არის იცი რა არის ბევრი ნიშნები გვაქვს კი არა მე ვამბობ აი რომ ვერ გაიგებ ვის შეხვდები ქართულს შეხვდი და უშუალოდ შეხარ რა ვიცი ბირმელი და მზია ამაღლობელი გაიცანი და მე ნინო წილოსანი გაიცანი რომელიც აბსოლუტურად ეს არის ორი კონტრასტული საქართველო ორი საქართველო ისევე როგორც იქ ორი ირანი სადაც ორივეგან სამწუხაროდ კიდე რაც საერთო გვაქვს ორივეგან რეჟიმი ცდილობს манипуляციას ტრადიციების და რელიგიის დახმარება. ეს არის ხო, ну აი როგორც კი რაღაცნაირად გესმის რომ ვიღაცა მოდის და ტრადიციებზე გიწყებს ლაპარაკს, ეს ნიშნავს რომ იმას უნდა შენი манипуляცია, უნდა შენი მოთოკვა, უნდა შენი რაღაც ჩარჩოში ჩასმა, რომ მის ჭკუაზე გატაროს და იგივე უბრალოდ ბევრად უფრო ფატალურ და ტრაგიკულ ადგილამდე არის მისული ირანის რეალობა, საბედნიერო ჯერ ჩვენ მანდ არა ვართ, მაგრამ ძალიან ბევრი აქ ლაპარაკი არ არის იმაზე რომ ზუსტად ირანში ხარ. არა რა თქმა უნდა. აქ ლაპარაკი არის ტენდენციებზე და ბოროტების პოტენციალზე. და მე მივხვდი კიდევ აი პანაჰის შენი ნახსენები ჩამომიყალიბა ამ შენმა ნახსენებმა გარშემო კეთილმა ხალხმა, მას რომ არ ქონოდეს აი ამ ხალხის ნამდვილი სიყვარული ირანელი ხალხის ვერც ერთ ფილმს ვერ გადაიღებდა და ვერც ისეთი ფინალი ვერ ექნებოდა როგორიც ამ დღევანდელი ჩვენი ფილმის ფინალია. და ზოგადად ეს ფილმი რამაც გადააღებინეს, ეს წმენა იმის, რომ ადამიანები მაინც იქნებიან კარგები, რაც არ უნდა შეემთხვეთ, როგორ თვითონაც რითი დასაჯა ფილმი გადაიღო რეჟიმზე. კი. ხო, კი არ მივიდა და მოახრჩო იმ ფულს, კილერი კი არ დაიქირავა $3,000 და კი არ მოკლა თავისი დამკითხავი ან წვალებელი. ეს არის რომ აი ეს რწმენა გაკეთებინეთ შენი ქვეყნის სიყვარული ეს არის რომ გჯერა რომ ამ ქვეყნიდან გამოვა ის რაც შენ რაზეც შენოცნებო კი და ამიტომ არის რომ ვერ ტოვებენ იქაურობას ხო შუას ერთი ახლა არ არის ხო იქ ისე ვერ ჩადის ჯერჯერობით ისე წამოსულია თუმცა ოსკარის დაჯილდოებამდე ამბობდა რომ ოსკარის დაჯილდოების შემდეგ მე აუცილებლად უკან დაუბრუნდებიო და აქვე ვეტყვი მაყურებელს რომ მას უკვე აქ ისევ მიჟილი ერთი წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს ერთი წელი პატიმრობა და ქვეყნის დატოვების აკრძალვა ასე რომ თუ კი ის ჩავა ირანში საუკეთესო შემთხვევაში დააპატიმრებენ და მე ვფიქრობ რომ არამხოლოდ დააპატიმრებენ არამედ იმდენად დაიწყო ახლა ისე მასიურად ეს ტალღა ჩამოხრჩობების და სიკვდილით დაჟის რომ მას სიკვდილითაც დაჟიან მაგრამ მე ვხედავ მისთვის როგორი ეს არის ადამიანი რომელსაც ასევე დააყადაღეს ბინა ჩამოართვეს იმიტომ რომ დიდი მქონდა გადასახდელი ჯარიმა ძალიან გავანან ერთმანეთს ეს ავტორიტარული რეჟიმები, ტოტალიტარული რეჟიმები, შეიძლება სიმძაფრე არის სულ მაღალი და დაბალი, მაგრამ ფორმები, ხერხები არის ძალიან ერთნაირი და პანაჰი მაგასაც ამბობს, რომ ამ რეჟიმის ჩვენო ხო ციხის არ გეშინიაო ვიღაცა იკითხება და არ მეშინიაო განა იმიტომ რომ უშიშარი ვარო უბრალოდ დღეს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება იგივე ციხეში ცხოვრება არის როდესაც სულ ცხოვრობ შიშში რო არ დაგაპატიმრონ ამის გამო რაღაცა შარი არ მოგდონ და არ დაგაჯარიმონ მე ანგარიში არ დაგიყადაღონ ბინა არ წაგართო ხო ამ შიშებში როდესაც ცხოვრობ ეს არ არის თავისუფლებაში ცხოვრება ამიტომ იქ არის ციხე სადაც შედარებით უფრო პატარა ადგილი არისო შემოსაზღვრულიო ტერიტორიული განსხვავება არისო და არის გარეთ სადაც უბრალოდ შენ სახლობლებთან გაქვს კავშირი მაგრამ
ეს არც აქ არის თავისუფლებაო, ამიტომ განსაკუთრებული შიში ამ ციხის ნამდვილად არ მაქვსო. ჩვენი ქვეყანა მას შემდეგ რაც YouTube-ის სიმღერის დაშიარება Facebook-ზე გახდა უხერხული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყველა ვართ დისტრეში. ეს მოვიყვანე ის კი არა, როგორც ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის პატარა ნიშანი, რომ შენ ვერ იცხოვრებ ისე, როგორც გინდა. შენ უნდა იცხოვრო იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი უბედური ადამიანია გარშემო. და შენსკენ მოდის ეს ყველაფერი. ხო, ნინიასად მაგალითად სასამართლო აქვს ძალიან მალე და მე ვიცი შენი განწყობა ამ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება და ისიც ვიცი, რომ ვინც ხვალ გაგასამართლებს, შეიძლება ეხლა იგივენაირად შენ ვერ გაასამართლო სისულელის გამო, რომ გავა უბრალოდ ეხლა დიდ ტრაგედიებზეც რო არ წავიდეთ, შეიძლება ჯარიმაც ვერ დააკისო, იმიტომ რომ მართლა რაღაც ჭირდება განსაკუთრებული გახისთავიანება და გასქელკანიანება იმას, რომ ტყუილად გიხაროდეს ადამიანების. იცი რა და აგრეთვე ჩემს ხელში და არც შენს ხელში არასოდეს არ იქნება ძალაუფლება. არასოდეს მე არ მექნება და ეს ჩემი გადაწყვეტილება მე ვამბობ პირად შურიზიებაზე ვამბობ ამ შემთხვევაში. რაღაცით ვერ რაღაც ძალაუფლება მაინც საჭირო არის იმისათვის რომ დასაჯო თუ რა თქმა უნდა პანახის გმირებივით არ გაიტაცებ ვიღაც. ხო. და არ გადაწყვეტო რომ ცოცხლად დამარხო, მაგრამ ძალიან კარგი ფილმია, ირანული ფილმების დიდი პროპაგანდისტი არ ქვია ამ შემთხვევაში ეს სიტყვა საერთოდ დაამახსოვრებს, მაგრამ ხო, მე პირადად ხო, აი პირველად გოგის გადაცემაში ვნახე და ეს კი არასტამ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ჩემთვის უცნაური კადრები იყო აი ეს ალუბლის გემოთი დაიწყო და იმის მერე სულ ვცდილობ და რაღაცნაირი გაორება მაქვს ხოლმე, რომ აი ასეთ ქვეყანაში, რომელიც აქვე ახლოს, აი როგორი დიდი მსგავსებაა ჩვენ შორის, როგორი ემპათია მაქვს ამ ხალხის მიმართ, ვერ წარმოიდგენ. და გარეგნულადაც იცი, აი ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ ბერლინში ძალიან ხშირად, ალბათ 10-დან 9 ჯერ ეკითხებიან ხოლმე, რომ ხომ არ არის ირანიდან. და არა მაგალითად ხო შეიძლება კითხონ თურქეთიდან, რაღაცა სხვა შავგვრემანი ქვეყნებიდან, არა, ირანიდან და სამსახურში ძალიან მეგობრობს ირანელ ბიჭთან, რომელიც რა თქმა უნდა ქვეყნიდან გაქცეულია, იმიტომ რომ ვერ ჩადის. კი, და სწორედ ამ ფილმებს რო უყურებ, მანდაც აი ხვდები, რომ არანორმალურად ახლობლები არიან. აი ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ძალიან მგონია რომ რაღაცა შენ თავზე მე მაგალითად რაღაცა იდენტიფიცირებას ვახდენ ისეც რომ ამ სამყაროში ვცხოვრობ, აი მაგალითად ბოლო 2 თვე არის უბრალოდ სხვა ქვეყნის ფილმს ვერ ვუყურებ. ეს რაღაცა დამემართა რომ რაღაცა გამოვიდე იქნებ ირანის თუ რა ვინმეს რამე გადავღერათ ნანახი მაქვს, არ მაქვს ნანახი, ჩაფლული ვარ მთლიანად ამაში. ნუ ამის მიზეზი არის ირანში განვითარებული მოვლენებიც ცხადია და ამან მიბიძგა თავიდან, მაგრამ რა თქმა უნდა, საკუთარი ნებით და თან რაც თავარია, ხო ეს მომწონს, რომ რაც უფრო მეტს ნახულობ, ვკითხულობ, ვუსმენ, მით უფრო მეტს ვიგებ და კიდევ უფრო და უფრო საინტერესო არის და ძალიან ძნელი ექიდან გამოსვლა. ერთ-ერთი ფილმი მინდა ვახსენო, როდესაც ვამბობდით, რომ სულ აქვთ ირანელებს ეს და იმ ფილმში ისმის ეს სიტყვები, რომ შენ შეიძლება წახვიდე ირანი, დატოვო ირანი, მაგრამ ირანი არასდროს დაგტოვებს შენ. ეს არის წიგნი, რომლის სახელწოდებაც არის ლოლიტას კითხვა თეირანში, Reading Lolita in Tehran. ხო, თუ კითხულობენ ლოლიტას თეირანში, ეს არის აზარ ნაფისი არის მწერალი ქალი ირანელი. რომელიც ძალიან საინტერესოა, რომ 13 წლიდან შეძლებული ოჯახიდან იყო და 13 წლიდან ის გაუშვეს სასწავლებლად ევროპაში. ეს ყველაფერი ხდება ისლამური რევოლუციამდე და ევროპაში, სხვა ქვეყნებში, ბოლოს ამერიკაში დაიცვა დისერტაცია, იყო დასავლური და ამერიკული ლიტერატურის დოქტორი და 79 წელს ის ბრუნდება ირანში, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ დასრულდა რეჟიმი, დასრულდა დიქტატურა და ჩამოდის, რომ თავისუფალ ირანში ბრუნდება და ძალიან მალევე ხვდება, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი ირანი, მაგრამ აქ საინტერესო არის ის, რომ ეს ქალი თავის სტუდენტებს, როგორც კი აუგზალავენ მას, ცხადია, პირველი ის არის, რომ ჰიჯაბს არ გაიკეთებს და უნივერსიტეტიდან გაათავისუფლებენ მის არაერთ სტუდენტს დასჯიან სიკვდილით, ზოგს დააპატიმრებენ, რამდენიმე გადარჩება. ცხადია, უნივერსიტეტიდან მოდის, მაგრამ სახლში ასწავლის
ახალგაზრდა გოგოებს აი ამ ამერიკულ ლიტერატურას და მათ არა მხოლოდ ამერიკულ დასავლურ ლიტერატურას და მათ შორის ერთ-ერთი არის ნაბოკოვის ლოლიტა და როდესაც ეკითხებიან რატომ აარჩიე მაინდა-მაინც ლოლიტა, იმიტომ რომ სხვა წიგნებზეც არის იქ საუბარი ბევრზე, რასაც ირანის კონტექსტში და მის გარედან დანახულიც, მაგრამ უხსნის რაღაცნაირად აი ამ თავისუფლებას აზიარებს აი ამ წიგნების მეშვეობით და ამბობს რომ იმიტომ წიგნის სათაურად ლოლიტა იმიტომ ავირჩიე რომ დღეს ირანში ქალის მდგომარეობა გავსო ზუსტად ლოლიტას მდგომარეობას სადაც ჰუმბერტმა თავისი ცხოვრება წაართვა და თავისი ფანტაზიის ტყვედ აქცია ქალებიო და ყველაზე ზუსტად გამოხატავს დღეს ირანელი ქალის მდგომარეობას და იქიდან გამომდინარე რომ ქალები არის ყველაზე მთავარი ხაზი და პერსონაჟები ირანულ კინოში კიდევ უფრო საინტერესო არის სწორედ აი ამიტომ ჩემთვის ირანული კინო დღეს. კი და ჩვენ ვიცოდეთ ირანულ კინოსთან ერთად რომ ირანი თუ გახდება კარგი დემოკრატიული ძლიერი ქვეყანა ეს არის წარმოუდგენელად დიდი ბედნიერება. ეხლა მაქვს მქონდა 2 ოცნება და მაქვს 3. მინდა უკრაინა, ირანი და საქართველო ნახო გამარჯვებული ბოროტებაზე და გაბრწყინებული. ნინია დიდი მადლობა. სამივე ჩვენთაგანი ვიმსახურებთ ამას. კი, ნამდვილად, ვინც ნახავთ ამ ფილმს, გონი რომ მოგინდება და არაფერი ისეთი თან სევდასთან ერთად თერაპიულიც არ არის როგორც კარგი კინოს ყურება, როცა ცუდად ხართ და მიაყოლეთ მეწამული ოქრო იგივე რეჟისორის მე ნინია მირჩია. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ რა ვქნათ ყველა დროს გადააჭარბე რაც კი პოდკასტში ქონია. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორ თისწყალს და საქართველოს უნივერსიტეტს მათ გარეშე ჩვენი პოდკასტი არ იქნებოდა. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს.